თქვენ ნახეთ ეს შენობა, ეს არის შავი ზღვის უნივერსიტეტი, რომელიც ერთ-ერთი ჩემ პროექტია იმ გაგებით, რომ მე მოვიყვანე ეს ინვესტორები აქ, ვაჩვენე ეს ადგილი, იმიტომ რომ მინდოდა რომ თბილისში რომ ჩამოდის აეროპორტში ადამიანი, პირველი ყველაზე მაგარი შენობა, რომელსაც დაინახავს, ყოფილიყო უნივერსიტეტი. ისე როგორც საქართველოს ყველაზე მაგარი შენობა და კავკასიის არის ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ამერიკული გააჩერეს, ეს უნივერსიტეტი დამთავრდება. ჩემს უნივერსიტეტების თემა ძალიან მნიშვნელოვანი და სერიოზული თემაა. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ეს ტენდენცია მაღალი დონესაც საგამართლებლო დაწესებულებას გაკეთება არ გაგრძელდება, თუმცა მინდა ვთქვა, რომ მაინც მოვასწარი და ბათუმში ხელოვნების აკადემია გავაკეთეთ ასევე და თავდება ეხა ძალიან დიდი სამედიცინო ფაკულტეტის გახსნა ბათუმში, დიდი სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე ახალის საერთაშორისოსი, ასე რომ აი რაც უფრო მეტი ესეთი რაღაც შემოვა, მით რომ მაგარი იქნება. ეხლა რაც შეეხება ამასთან დაკავშირებით. როცა ვლაპარაკობ, შემდგომ რა უნდა გავაკეთო და მე არ შემიძლია მე არ შემიძლია უსაქმურად არცერთ ჯდომა და საერთოდ არცერთ ჯდომა ესე უმოქმედოთ. ეს არის ყველაზე დიდი სასჯელი, რაც შეიძლება მე მივიღო და ნამდვილად პენსიაზე გასვლას, რა თქმა უნდა, ყველას ხვდებით, რომ არ ვაპირებ. ამიტომ მომავალში მინდა მქონდეს სამსახურით საქმეც და მინდა მქონდეს, რა თქმა უნდა, შემოსავალიც. რა თქმა უნდა, ეს იმიტომ რომ არანაირი სხვა სახსრები, ვინც რა უნდა სისულელეები ლაპარაკოს, მე ნამდვილად არ გამაჩნია. ამიტომ ეხლა სერიოზულად ვიხილავ რამდენიმე ევროპული და ამერიკული დიდი უნივერსიტეტებისგან, ინსტიტუტებისგან, სასწავლო ცენტრებისგან წინადადებას, რომ რაღაც სამეცნიერო ცენტრივით გავაკეთო. შეიძლება ორიც გავაკეთო, სამიც. ეს პირდაპირ მივაბა ასევე თბილისში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკას, მევენახეობის ცენტრს, რომელსაც კახეთში ვაკეთებ, იმისაც, რომ რაღაც კონკრეტული ვაკეთო. ამიტომ როცა მომავალ გეგმებზეა საუბარი, ჩემ უახლოესი მომავალი გეგმები, გარდა ნუ ზოგადად იმის რომ შევეცდები, რომ ახ რაღაც ჩემ პარტიას ჩევით და რაღაც დავეხმარო, ესა ბუნებრივია და ახალ მთავრობასაც დავეხმარო, თუ მათ ჩემი რჩევა დაჭირდებათ, იქნება რომ კონკრეტული სამეცნიერო საგანმანათლებლო საქმეები ვაკეთო საქართველოშიც და საზღვარგარეთაც და ეს ორი ერთმანეთთან დავუკავშირო. ვიყო საქართველოშიც და უცხოეთშიც. ბევრი ვიარო, ვიმუშაო, მე დაღლილი ნამდვილად არა ვარ და და ასევე ქართველები ცოტა ხანი დავასრულოთ ჩემს. უახლოეს გეგმებს თუ მე კითხავთ, არის უახლოეს გეგმები, ხომ მივიდე ოფიციალურ ვიზიტ ევროკომისიაში, ბრიუსელში, რაც შემიძლია ბოლომდე ვეხმარები ჩემ ქვეყანას და ბოლო წუთამდე დავეხმარები, სანამ ეს პრეზიდენტის ფუნქცია მაქვს, შიგნითაც და გარეთაც, ეს ასეა. წინა დღეებში იცით რომ ბაროსოსთან ვიყავით. ეს არის ჩემი გეგმები. ხა კონკრეტულად სად როდოს ვიქნები, ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, კონკრეტულად სად და როდის მექნება დაღვნიშნული შეხვედრები ამ ჩემ წინადადებებთან დაკავშირებით. მინდა მე თვითონ ვნახო განვიხილო, მინდა რომ მე თვითონ ვნახო ეს მოვინახულო ეს ცენტრები, შევხვდი ამ ხელმძღვანელებს. ძალიან ბევრი საინტერესო შემოთავაზია მაქვს მოგეთეთ. ეხლა ვიზიტის გამო შესაძლოა ვერ დაესწროთ ინაუგურაცია. არა, ინაუგურაცია ეს სხვა თემა არის. ეხლა ინაუგურაცია არის სახელმწიფო ინსტიტუტის გამოხატულება. სახელმწიფო ინსტიტუტი ცალკე აღებული ინაუგურაცია ხო რა. ცალკე ინსტიტუტი არის ინაუგურაცია, ასევე პრეზიდენტის სასახლე ინსტიტუტი, ასევე ჩვენი დაწესებულება, რომელიც შევქმნით და კონსტიტუცია ინსტიტუტი. ეხლა დღესდღეობით პატივისცემა არც ერთი ჩვენ შემიერ შექმნილ ინსტიტუტის მიმართ ჩვენ არ დაგვინახავს. თქვენ ნახეთ რომ ისტორიული მცდელობა იყო კონსტიტუციის შეცვლის ბოლო წუთამდე, ხალხის მოსყიდვის, ხელის გადაგერხვის და სხვადასხვა საქმეში ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მიღებული კონსტიტუცია არავის არ გამოადგება. თქვენ ნახეთ რომ პრეზიდენტის სასახლეში გაუქმება უნდათ, რაც ჩემი აზრით უბრალოდ მე დღეს ვქვი რომ თუ არ მოწოთ რომ მე ვიჯექი აქ შეუძლიათ გაანიავონ, მაგრამ ეხა თეთრ სახლში ბევრი ახალი პრეზიდენტი შესულ, რომელსაც წინა ეზიზღებოდა, მაგრამ ამის გამო თეთრი სახლი არავის არ გაუქმებია. ეს უკვე არის დიდი ისტორიული ტრადიციის მქონე სახელმწიფო დაწესებულება, ინსტიტუტი, ის თავისთავად შენობა არის ინსტიტუტი. ეხა თუ ახალი პრეზიდენტი, ახალი მთავრობა გამოიჩენს ეხლა მაინც ბოლო დღეებში პატივისცემას ამის სურვილს მიმართ, რა თქმა უნდა, მე არანაირი საფუძველი არ მექნება, რომ რაიმე მათი წინადადებას უარი თქვა. ეხა თუ ყველაფერზე ხელაღებით უარის თქმა გააგრძელეს, ეხა სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ შევინარჩუნოთ იმის რაღაც ყველაფერი თითქოს ჩარჩოს და კონსტიტუციის და წესრიგის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ეს ასე ვერ იქნება, თუნდაც ამ ფაქტორების გამო. ამიტომ მოდით შევხედოთ, ხვალ რა იქნება, ზეგ რა იქნება, მასზე იქნება, მათი აზრები ხშირად იცვლება და ამის მიხედვით ჩემი გადაწყვეტილება იქნება, ეს არის და ეს. აქციის დაშლაზე რო გიქხა, თუ შეიძლება, ბატონო მიხეილ, 7 ნოემბრის აქციის დაშლის გადაწყვეტილება იყო თუ არა, სწორი გადაწყვეტილება და მე მინდა გითხრათ, რომ არის ძალიან საერთოდ ყველანაირი შეზღუდვა ტელევიზიის არ არის სწორი.
ხარჯით და მე ამას ვიზიარებ. რაც შეეხება მაშინ იმედის ფლობას, ის იყო რუსი ოლიგარხი, რომელსაც ჰქონდა თავის კონკრეტული მიზნები. ის მიზნები კარგად იყო კოორდინირებული ვლადიმერ პუტინთან. მე ეს ვიცი, არა ჭორის დონეზე, მე ეს ვიცი იმ დონეზე, რომ ძალიან სერიოზული ხალხმა ამის საბუთების მაჩვენა და ვიცი როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი. ყველანაირი ექსესი არის ცუდი, ყველანაირი ძალადობა ქუჩის თუ სახელმწიფოს მხრიდან არის ცუდი და მე ყოველთვის ამას გავიხსენებ დიდი წუხილით, მაგრამ ერთი რაღაცა უნდა იცოდე, ესეთი რამე ხდება ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში და მომავალში ყველამ ერთად უნდა მუშაოთ იმისთვის, რომ საქართველოს ერთის მხრივ იყოს დემოკრატიული ქვეყანა, მეორე მხრივ ასეთი რაღაცეების არც სიტუაციები და არც აუცილებლად აღარ დადგეს, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა და რაც ნაკლებად დავერევით ერთმანეთს, რაც ნაკლებად იცემება ვინმე ან ძალადობას რომელიმე მხარე განახორციელებს, მით უფრო ჩქარა გავალთ სამშვიდობოს. რაც უფრო მეტად შავალთ აი ესეთ გლობალურ კონფრონტაციაში, ჩვენ ყველაფერი მით უფრო უარის იქნება. ბოლო წელიწადში ყველაფერი გავაკეთეთ, დაწყებული შარშადელი წლის 1 ოქტომბრის ღამიდან, როცა ძალადობის საფრთხე იყო ძალიან მაღალი, მათ შორის პირდაპირ რუსული შემოჭრის საფრთხე და დამთავრებული აი ბოლო ეხა არჩევნების და პოსტსაარჩევნო შედეგი. ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ საქართველოში აღარ იყოს ძალადობა და იმედია რომ მომავალში ასე გაგრძელდება. მადლობა.